ბათუმის შავი ზღვის აუზის ახალგაზრდა რეფორმატორთა ფორუმს მასპინძლობს კონფერენცია შავი ზღვის რეგიონის რეფორმატორები, ეროვნული გეგმები და საერთაშორისო დახმარებები ინტურის პალაშის სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ გახსნა. კონფერენციის მონაწილეები შავი ზღვის რეგიონში ნატოსა და ევროკავშირის როლის მნიშვნელობაზე, დემოკრატიის გამტკიცების უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა დაცვის, ეკონომიკური განვითარებისა და კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე მსჯელობენ. ასევე განიხილავენ სოციალურ რეფორმებსა და მედია თავისუფლების საკითხებს. ფორუმის მიზანია რეგიონის საერთო გამოწვევებისა და შესაძლებლობების განსახილველად შეკრიბოს გადაწყვეტილების მიმღები ახალგაზრდა ლიდერები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ბულგარეთიდან, მოლდოვადან, რუმინეთიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან, რაც ხელს შეუწყობს თანამოაზრეებს შორის ეფექტური და ხანგრძლივი პოლიტიკური კავშირების დამყარებას და შავი ზღვის რეგიონში დემოკრატიისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას. კონფერენცია მუშაობას 3 აპრილს დაასრულებს. ჩვენი შეყრების მთავარი მიზანია ერთმანეთს გავუზიაროთ ის გამოცდილება, რომელიც ეხება დამოუკიდებლობისა და რეფორმების საკითხებს. თქვენ მიმსჯელებთ იმ საკითხებზე, თუ როგორ უნდა გავხდეთ დემოკრატიული მსოფლიოს ნაწილი. ეს არის ის, რაც აქ მყოფ ადამიანებს აერთიანებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ საკითხებში თქვენი ქვეყნის გამოცდილება გავიზიაროთ. მეც ძალიან სასიამოვნოა გავაცნოთ ჩვენს კოლეგებს ის დადებითი გამოცდილება ჩვენი წარმატებული რეფორმებისა, რომლითაც უკვე საქართველოს ამაყობს და რომელიც უკვე მაგალითი გახდა მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და ძალიან სასიამოვნოა, როცა ამას უკვე წინასწარ კონფერენციის დაწყებამდე აღნიშნავენ